ჯერ სანამ დავიწყებ, მინდა რომ გაახსენოთ, რომ მე არც მიქელანჯელო ვარ და არც ჩარლი ჩაპლინი. ამიტომაც მაღალხარისხიან კინოს ნუ ელოდებით. მოდით ვეწვიოთ თავად ლუარსაბთა თქარიძეს. მოდით ტარტარელს ჩავაკითხო საფრანგეთში. მოდი ლუარსაბს ჩავაკითხო კახეთში. შენ სადღა მიბრძანდები? საფრანგეთში ტარტარელს უნდა ჩავაკითხო. მე სამეღვარე მაშინ. შენ ქალი ხარ, ქალს გაესაქმება საფრანგეთში. ავცე მივანიქტა. არა მეთქი. ახლა ვნახოთ რას შვება ლუარსაბი. ლუარსაბი ავიდა მის სასტუმროში. ალე ლუარსაბ, ჩამოვედი კახეთში და სადა ხარ? შენა, კახეთში რა გინო, მე ჩამოვაკითხე ტარასკონში. აუ ეხა მეზარეება რა, ჩამობრუნება და შენ ჩამოდი რა კახეთში. კარგი ბატონო. როდესაც ლუარსაბი დაბრუნდა კახეთში, მას სახლში დახვდა ტარასკონელი. ამავიჩო რას უყურე, მინდი გაგისივნება. აუ ცხელია. შენ ტარტარენ ბოზბაშზე რა თქვი? არა, უბრალოდ თქვი რომ ცხელი იყო. რა ცხელი ბიჭო, ამას თუ არ შეჭამ ან დღე მოკრები ან ღამე. მირი ჭამე, ჰე? ბიჭო, ჭამე მეთქი. რა არის ცხელია? მიდი ხუხუხუქენი, მიდი, სული შეუბერო. არწნის ნისფერი თვალები მწვავენ აღარ ცოცხლება დაგიშავენ ქართულ ღვინოზე უკეზე არაფერი არა ამ სოფლიაზე. ცდებით ბატონო ლუარსაბ. ფრანგული ღვინო 10,000 ჯერ უკეთესია ქართულ ღვინოზე. ნუ ეგ იგივე ახლა რა თქვა რომ კახურშოც ჯობია ბაგეტი რა და ეგ სისულელეა ვაფშე. ბაგეტი კახურშოც ჯობია როგორც ნაპოლეონი ჯობია სტალინს, გაიგე ბიჭო? რაო? ეგ იგივეა რა თქვა რომ პანაკოტა ჯობია ჩურჩხელს, რომელიც არ ჯობია, რა თქმა უნდა, ეს სისულელეა. მოდი სროლა შევერჯიბროთ, ბიჭო და
აგებული აღიარებს რომ მეორეს იჯობია. კაი? ბაზარი არა. მე მეც გევერტკი. ომოლი თოფების გარაშე ვიჩხობოთ რა, სისულელია რა თოფები. გამარჯობა უთხარი ჩემ პატარა მეგობარს. ია! აი ეს. ო არა.